ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებად აფასებენ ჟურნალისტები. მათი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს ამგვარი შეზღუდვით გააჩუმოს შიდა ქართლში მოქმედი თავისუფალი მედია და ხმა. რომ ხელისუფლება ფინანსური ბერკეტით ინკასოს სახით ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს თრიალეთზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს არ არის მხოლოდ ტელეკომპანია თრიალეთის პრობლემა, ეს ეხება სხვა მედია საშუალებებსაც და ეს უნდა იყოს სიგნალი მათთვის, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის გამოსჯის მედია საშუალებებს. ეს ასევე ეხება თითოეულ ჩვენთაგანს და თუ ვინმეს გონია, რომ ეს მხოლოდ ტელევიზიის პრობლემაა, ძალიან ცდება, ეს გეხებათ თქვენც მაყურებლებო, იმიტომ რომ როდესაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ნაცვლად დახმარების თხოვნით თრიალეთის ჟურნალისტებს ურეკავთ, როდესაც ამიერიდან ისევ დარეკავთ, ის ჟურნალისტები თქვენთან ახარ მოვლენ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ, რომელსაც ძალიან ბევრი სუფლება მივეცით ჩვენი სიჩუმით, ცდილობს ახლა რომ თავისუფალი სიტყვა გააჩუმოს, ამიტომ ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა და ყველას ეხება. რეგიონში თავისუფალ და მიუკერძოებელ ტელევიზიას ხელისუფლებამ სამწუხაროდ დაადო ინკასო, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სივრცე რეგიონში აღარ იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ თრიალეთი გადარჩება და გააგრძელებს ისევ მაუწყებლობას, რომელიც 1990 წლიდან მოდის და არის უპირობო ლიდერი რეგიონში. არ ვაპირებთ დანებებას, თრიალეთი აგრძელებს ბრძოლას და მიაღწევს დასახულ მიზანს. მედიის წარმომადგენლების თქმით, ტელეკომპანია თრიალეთის ფინანსურ ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ შეიძლება იყოს უბრალო სამართლებრივი პროცედურა. ეს არის საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მძლავრი ინსტრუმენტი. როგორც ხედავთ, ამას ძალიან დიდი ხნის წინ ვიძახდით, რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს ქვეყანაში. ჰიბრიდულ ომს გააჩნია სხვადასხვა ეტაპები და ჩვენ უკვე ვდგავართ იმ ეტაპზე, რომ უკვე მედიას ემუქრება დახურვის საფრთხე. მედია, თავისუფალი მედია არის ერთგვარი ტვირთი ყველა ხელისუფლებისთვის, ვისაც არ მოწონს ის ამბები, რასაც ესა თუ ის მედია საშუალებები და ჟურნალისტები აშუქებენ. ესეც ერთ-ერთი ფაქტი არის და მე სოლიდარობას უცხადებ თრიალეთის ჟურნალისტებს. მე ამ ტელევიზიაში წლების განმავლობაში მუშაობდი და ძალიან დიდი სტრესი და რეპრესიები გამოიარა გასულ წლებში წინა ხელისუფლების დროს ამ ტელევიზიამ და მე იმედი მაქვს, რომ ტელევიზია, რომელმაც ომის დროს იმუშავა, ამ ომსაც გადაიტანს და გააგრძელებს თავისუფალი სიტყვის დაცვას რეგიონში. შეგახსენებთ, რომ ტელერადიო კომპანია თრიალეთს ინკასო 30 ივნისს დაადეს. დაყადაღებულია კომპანიის ანგარიშები.